ზუსტად ვიცი, რომ ამ თემასთან დაკავშირებით ჩემი აზრი ძალიან გაინტერესებდა და გაკვირებული ხართ, რატომ არ ვიღებ ხმას და რატო ვარ ჩუმად. არა, მე არაფრის გამო არ გავჩერდები და არ მაწყობს პრინციპში ეს ყველაფერი. მე ყოველთვის იმას ვილაპარაკებ, რაც გულით შემაწუხებს. მოდი ახლა უფრო განვავრცოთ, ვინც არ იცის ამ კონკრეტულ თემასთან დაკავშირებით რა ხდება და რაზე მოვედი ახლა. ხო არიან ახლა ადამიანები, ვინც ვერ ერკვევიან ქართულ ფეხბურთში, განსაკუთრებით საკლუბოში. კონგოლო წარმოშობით ნიდერლანდელი ფეხბურთელი გახლავთ, რომელსაც სხვადასხვა დროს ძალიან ბევრ საინტერესო კლუბში უთამაშია, მაგრამ ამ ეტაპზე თბილისის იბერიაში სათამაშოდ ჩამოვიდა საქართველოს ეროვნულ ლიგაში. ბევრისთვის ცოტა დაუჯერებელი ამბავი იყო, მაგრამ ბევრმაც ეს ცოტა სხვანაირად მიიღო. ჩამოვიდა კონგოლო ჩვენთან სათამაშოდ და იბერიას მაისურით მხოლოდ ერთი შეხვედრა ითამაშა და კლუბს დაემშვიდობა. როგორც მე მაქვს ინფორმაცია და იმედია არ ვცდები, ეს ფეხბურთელი ამ კლუბიდან იმიტომ წავიდა, მთავარი მიზეზი ის იყო, რომ ხშირი ტრამვების გამო ძალიან დაიღალა და ერჩივნა, რომ კარიერა დაესრულებინა. ხო, შეიძლება ესე გადაჭრით კარიერა დაესრულებინა არა, მაგრამ მოდი წავალ რა მე ჩემს საქმეს მივხედავ, თქვენ ვერ გამოგადექით, ალბათ ესეთი რაღაცა და მოდი მივხედავ რა. აქამდე რატო არაფერს არ ვიძახოდი მე და რას ველოდებოდი აი მაგალითად. მე ველოდები რომ ეს ფეხბურთელი რომელიმე საფეხბურთო კლუბში ჩაირიცხება. თუ ეს ყველაფერი რა თქმა უნდა არ მოხდება, შესაბამისად ჩვენ სათქმელიც დიდად ვერაფერი ვერ გვექნება. ჩემი სუბიექტური აზრია და არ არის აუცილებელი რომ დამეთანხმოთ. აი რა უნდა მოთხოვო ისეთ ფეხბურთელს, ვისაც ხშირი ტრამვები აქვს და გუნდში გაჩერება არ უნდა იმის გამო, რომ თამაშები მაინც არ მოუწევს. აი რა, მითხარით, დაწერეთ კომენტარი. მე მაგალითად ვერაფერს ვერ მოთხოვდი კლუბის მესვეურიც რო იყო და აი უბრალოდ გულშემატკივრის პოზიციიდან ძალიან გული დამწყდა, მაგრამ ჯერჯერობით ველოდები. ველოდები იმას, რომ შეიძლება რაღაც სხვა კლუბში ჩაირიცხოს და მე უკვე სხვა მიზეზები უნდა ვეძებოთ ყველამ ერთად. რატო წავიდა, რა მოხდა, მაშინ კაცო ამ ფეხბურთელს უთამაში შეუძლია, ჩვენ რა დავაშავეთ. და აქ უკვე უსამართლობის განცდა და მეუფლება და რა თქმა უნდა ვიტყვი იმას, რაც სათქმელია. პრინციპში მარტო ჩემი სათქმელი არ არის, თქვენი სათქმელიც. პრინციპში ესეც შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩემი რა საქმეა, დინამო, იბერია, ტორპედო რას გააკეთებს, რომელ ფეხბურთელს ჩამოიყვანს და რომელს როდის გაუშვებს, ხო? ამაზე ასეთი პასუხი მაქვს. მაშინ თუ ჩემი საქმე არ არის, არც შენი საქმე არ არის, როდის მოვალ მე თამაშზე ან საერთოდ მოვალ თუ არა ეროვნული ლიგის საყურებლად. აი ასეა. კარგად დავიმახსოვროთ, ქართულო კლუბებო, გულშემატკივარ ჭირდება პასუხები, მკაფიო პასუხები და არა ის, რომ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე ფეხბურთელმა კლუბი დატოვა. არა, ეს ამბავი აღარ გამოვა. მოდი პროფესორო, ახლა დანარჩენი შენ გააგრძელე. მე ძალიან მაინტერესებს შენ რას ფიქრობ ამ კონკრეტულ შემთხვევასთან დაკავშირებით. მეტი ზღაპრებისთვის გააზიარე ვიდეო და გამოიწერე გვერდი.